მარნეულის ცენტრში ინციდენტი გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში არ ამოწურულა. ადგილზე შეკრებილები იყვნენ როგორც ადგილობრივები, ასევე ადგილზე იმყოფებოდა მარნეულის პოლიციის უფროსი, გამომძიებლები, საკრებულოს წევრები, თავმჯდომარე. კონკრეტულად მარნეულის ცენტრში, როგორც ამას ადგილობრივები გვეუბნებიან, ერთ-ერთი პურფუნთუშეულის მაღაზიაში შევიდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანის შვილი მამუკა გიგანი და მას შემდეგ რაც მან კონსულტანტისგან ადგილზე მომუშავე ახალგაზრდა კაცისგან ვერ მიიღო ქართული პასუხი, ქართულად საუბარი, ამის შემდეგ მან გადაწყვიტა რომ ფიზიკურად გასწორებოდა ადგილზე მომუშავე 24 წლის ახალგაზრდას. როგორც თვითმხილველები გვეუბნებიან, მან ჯერ ფიზიკური სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე კონსულტანტს მაღაზიის შიდა სივრცეში, შემდგომ ის გამოიყვანა გარეთ და ქუჩაში უსწორდებოდა ფიზიკურად 24 წლის ბიჭს. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა ადგილზე, რაც ადგილობრივებმა გადაწყვიტეს მიმავალი ავტომობილები გაეჩერებინათ, გადასულიყვნენ ქუჩაში და ცდილობდა ყველა ადგილობრივი რომ გაეკავებინა მამუკა გიგანი, თუმცა ის არ ჩერდებოდა. ადგილზე გამოიძახეს პოლიციაც, ჩავიდნენ გამომძიებლები, ჩავიდა ადგილზე სამმართველოს უფროსი, თუმცა მამუკა გიგანის შეჩერება ვერავინ ვერ მოახერხა, მას ხელბორკილებიც კი ვერ დაადეს, როგორც თვითმხილველები ამბობენ, მას ჰქონდა, ის იყო შეიარაღებული, მას ჰქონდა ცივი იარაღი დანათან და სწორედ ამიტომ მას ვერავინ ეკარებოდა, როგორც ამას გვეუბნებიან ადგილზე და პოლიციის უფროსს ადგილზე ჩასულ გამომძიებლებს არც კი უცდიათ მისი გაკავება, შეჩერება და გადმოყვანა პოლიციის განყოფილებაში. პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადმოიყვანეს დაზარალებული ნაცემი 24 წლის ბიჭი და გამოკითხვის შემდეგ ის გაუშვეს, თუმცა ამ დრომდე ხელბორტილი არ დაუდიათ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილისთვის, რაც აპირებს პოლიცია, ამ დრომდე პასუხი არ გვაქვს. უბრალო ხალხი ერთი სილის გამო 10 წელი ციხეში ზის. ნახეს ხელში დანით იქით-აქით დადის და არავინ არაფერს ეუბნება. პოლიციის უფროს ხელი ჰკრა და არანაირი რეაქცია. ჩვენებს ეს რო გაეკეთებინა, წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა. გარეთ მოხდა თუ აქ? გარეთ მომდა. გარეთ. ის ბიჭი თქვენ თანამშრომელია? კი. მე პატრონია თუ? გამომიშოს კონსულტანტია. მე მაღაზიის მენეჯერი ვარ, მაგრამ წუხელ ჩვენ არ ვიყავით, მარტო იყო ის ბიჭი. ღამე მუშაობს ხოლმე. ქართული იცის, საუბრობს, მაგრამ რა მოუხდათ არ ვიცი. იჩხუბეს მერე მაღაზიის გარეთ უცემიათ. პოლიციას გადაუყვანია ეს ჩვენი კონსულტანტი, მაგრამ ის არა. მე იმ ბიჭს არ ვიცნობ, ღამე მუშაობს ხოლმე პურფუნთუშეულების გამყიდველია, მაგ დროს ჩვენ დაკეტილები ვართ ხოლმე. გავიგე კი რაც მოხდა, ყველა ამაზე საუბრობს, TikTok-ზე დაიდო ვიდეოები. აქ გაუჩერებია ხალხს ავტომობილები და გადმოვიდნენ რომ დახმარებოდნენ, სცემდა ძალიან. ეს ნორმალურია? თუ არ იცის ქართული ენა, ამის გამო ასე უნდა სცემო? მეც არ ვიცი ქართული გამართულად, ვერ ვსაუბრობ და ამიტომ უნდა მცემონ. TikTok-ზე იდო ვიდეო და იქიდან გავიგე ამბავი, ძალიან გავბრაზდი. მე აქ ვიყავი და კი ხმები მესმოდა, ჯერ ჩხუბის, მერე დავინახე შეხლა შემოხლა, გამოიყვანა ბიჭი და ურტყამდა. სამწუხაროდ არ მაქვს უფლება გასვლის გარეთ და ამიტომ ვერ ჩავერიე თორემ. არავის აქვს უფლება ენის ბარიერის გამო ასე გაუსწორდეს ადამიანს. გავლენები აქვს და ამით სარგებლობს ის ბიჭი. იმედი მაქვს დაიჭერენ. ასეთი რამ არ მახსოვს, აქ არ მომხდარა. დიახ, რას აპირებს მარნეულის პოლიცია, ამ დრომდე პასუხი არ გვაქვს თავად იმ სამართალდამცველებისთვის, რომლებსაც ჩვენ ვუსვამთ შეკითხვებს. ის გაყოფილების კარი ჩვენთვის გაიკეტა, შესაბამისად პოლიციელები ემალებიან ჩვენ კამერას. შენ გასაქმეთა სამინისტრომ ოფიციალური ინფორმაცია, პასუხი რამდენიმე წამის წინ მოგწერა და გაირკვა, რომ ადგილობრივების ინფორმაციით, რომლებიც ამბობენ, რომ მაღაზიის კონსულტანტი იყო 24 წლის არის არასწორი ეს ინფორმაცია და პირი რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილი არის არასრულწლოვანი ბიჭი. გვიან ღამემდე იკითხებოდა პოლიციის განყოფილებაში, მან მისცა სრულად ჩვენება და სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე აღიძრა 126 მუხლით საქმე სწორედ მამუკა გიგანის წინააღმდეგ. თუმცა საკრებულოს მოადგილიშვილი ამ დრომდე არის ხელშეუხებელი, მისთვის ხელბორკილი პოლიციას ჯერ არ დაუდია. რატომ უცნობია. რატომ არ აკავებთ, მაინტერესებს მამუკა გიგანს, რატომ არის ხელშეუხებელი ამ დრომდე მეორედ ცემა ადამიანი უკვე შუა ქუჩაში ხალხის თანდასწრებით. რა პასუხი აქვს პოლიციას, მაინტერესებს. გამცემთ პასუხს.
დააკავებთ თუ არ დააკავებთ? რატომ არის ხელშეუხებელი? საკრებულოს თავმჯდომარეშვილი ვარ. რატო დავსდებთ? მე გეკითხები და პასუხს ვერ ვიღებ. პასუხი არ გააქვს. საკრებულოს თავმჯდომარის ამირან გიორგაძის მოადგილის რიჩარდ გიგანიშვილი მამუკა გიგანი უკვე მეორედ არის შემჩნეული ბოლო 2 კვირის განმავლობაში მსგავსი ტიპის დანაშაულში, როგორც ადგილზე გვეუბნებიან ადგილობრივები გვაწვდიან ინფორმაციას, რომ მან ფიზიკური შეურაცხყოფა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კიდევ ერთ არასრულწლოვანს გასულ კვირას. ეს მოხდა შემთხვევა სწორედ საკრებულოს შენობის უკანა სივრცეში, უკან მხარეს და ამას ყავს რამდენიმე თვითმხრივალი ამ ფაქტს. თუმცა მაშინ მარნეულის პოლიციას ფაქტზე გამოძიება არ დაუწყია და მით უფრო პასუხისგებაში არ მიუცია მამუკა გიგანი. ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც მამუკა გიგანი გუშინ უამრავი ადამიანის თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდა არასრულწლოვანს. ის რამდენიმე წუთის განმავლობაში მას ურტყამდა ჯერ მაღაზიის შიდა პერიმეტრში, შემდგომ უკვე გარე სივრცეში. ამ ყველაფერს შეესწრო ათამდე ადამიანი და შეიძლება ითქვას, რომ მარნეულში ეთნიკურ კონფლიქტამდეც კი მივიდა საქმე. რამდენიმე საათის განმავლობაში ადამიანები შეკრებილები იყვნენ შემთხვევის ადგილზე და თხოვდნენ პოლიციას, რომ ხელბორკილი დაედოთ მამუკა გიგანისთვის, თუმცა პოლიციას ეს არ უქნია. გამოძიება დაწყებულია, როგორც მოგიყევით 126-ე ცემის მუხლით, თუმცა საკრებულოს მოადგილის შვილი ამ დრომდე არის თავისუფალი, ის არის ხელშეუხებელი. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვეუბნებიან, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირდაპირ ეთერში სოფონიაური საუბრობდა.